Buenos días, amigos. ვიმყოფებით ქალაქ ტეკილაში. თავი მართლა ზღაპარში გონია, მცარი გარემოა, საოცარი ფერები. ამ ლამაზი ქალაქიდან მე და ივანამ მინდა რომ მოგილოცოთ ახალი წელი. So we want to wish you all a happy new year. Now we are in Tequila and there it should be already New Year. And we want to wish you the best for 2025 and that you will have an amazing night with your beloved ones. We wish you health, prosperity, and we bless you in the 2025. Thanks for watching David's videos and for supporting him on this new project he has. გილოცავთ ყველას, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და გისურვებთ რომ 2025 წელი უკეთესი ყოფილიყოს 2024 წელიწადზე. ქალაქში ყველაფერი არის დაკავშირებული ტეკილასთან. ყველა ქუჩა, ყველა სახლი, ყველა ოჯახი ამით შეულობს ხალხი ფულს. გარეთ უამრავი სუვენირი იყიდება. ეხლა შემოვიდეთ ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც ტეკილას ყიდიან. შეგახსენებთ რომ ხოსე კუერვო არის ერთ-ერთი უძველესი ქარხანა, რომელიც აწარმოებს ტეკილას. იგი შეიქმნა 1785 წელს. არსებობს ერთ-ერთი ლეგენდა, რომ ღმერთები დაეხმარნენ ინდიელ ტომებს ტეკილის აღმოჩენაში და ეხლა მინდა გაჩვენოთ აი ესეთი ნახატი არის აქ, რომელიც აი ასახავს ამ ყველაფერს. აი ნახეთ, ეს შუაში ორად გახსნილი არის აგავე, რისგანაც მოიპოვებენ ტეკილას. აი ზემოდან არის ღმერთის ხელი, ეს გახლეჩილი ტეკილა და შემდეგ არის აი ეს პატარ-პატარა ნახატები. ეს არის მოკლედ ტეკილის ისტორია დაბადებიდან შექმნიდან განვითარებამდე. დაიწყო მოკლედ ჩვენი ტური. Todo el agua que encima la toma de la época de lluvias. Durante su crecimiento, el lagarto requiere de una serie de mantenimientos que ესე იგი შემოვედით უკვე დავიწყეთ ექსკურსია. პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ ტეკილის წარმოება დაიწყეს მე-8 საუკუნეში ინდიელებმა. მათ შემთხვევით გამოწვეს აგავე მცენარისგან სასმელი, რომელსაც ჰქონდა 4-დან 6%-მდე ალკოჰოლური გრადუსი. ეს მცენარე არის აგავე, რისგანაც მოიპოვება ტეკილა. ასევე არსებობს სხვადასხვა სახის აგავე, მაგრამ მხოლოდ აი ცისფერი აგავისგან მოიპოვება ტეკილა. მექსიკის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ შტატში, ხალისკოში, კერძოდ ქალაქ ტეკილაში მზადდება ტეკილა აგავისგან. სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე მომზადებული აგავეს ნაწავს ტეკილა არ ეწოდება. დიახ, აი აქ ამ ოთახებში ხდება აგავეს ფერმენტაცია. შემდეგ მოხარშვის შემდეგ გადმოინაცვლებს აი ამ სპეციალურ ოთახებში, სადაც უკვე აგავეს მიღებული აქვს მოყავისფრო ფერი. როდესაც აგავე დაიჭყლიტება, მისი წვენი პირველადი ფერმენტაციისთვის ხდება აი ამ ბარელებში, აი ამ კონტეინერებში. ეხლა დავაგემოვნებთ პირველად ფერმენტირებულ აგავეს, რომელიც არის დაახლოებით 50-დან 55 გრადუსამდე. აი ამ ბარელებში ფერმენტაციას 15-დან 60 საათამდე ჭირდება, რომ ეს წვენი აქ მოხდეს ფერმენტაცია წვენის. აი აქ უკვე ძალიან მძაფრი ალკოჰოლის სუნი იგრძნობა. Ay, adquilas, am shenobashi. ¿Cuál? Yo también pensaba lo mismo, nos cambiaron línea de tiempo, es plata. ¿Sí? Yo también pensaba que ahora no, es plata. Plata.
Sigues tú. Salud. Ay, Georgia. Georgia, sí, sí. En Georgia, ¿cómo dices salud? En tu idioma. Gaguimarjos. Agumarjos. Gaguimarjos, sí. Gaguimarjos. Now is already 12 o'clock. There is a new year in Georgia already. Hey, Happy New Sí, Year. Happy New Year, Georgia. Salud, México, México. Georgia. En Georgia. Sí. ¿En su país ya es año nuevo? Sí. Salud. Georgia. Acá ya meto, veamos. Okay. Wachtangu. Uno, dos. Too strong for me, I think. Just to drink it like that. I'm sorry. No, it's- ესეთი პირველად ფერმენტირებული ტეკილა გადმოდის შემდეგ აი ამ ბარელებში და აქ უკვე აცლიან ზედმეტ ალკოჰოლს. ეხლა დავლია დავსუნჯე და Vamos a ver dónde Moklaus ubicamos Casi un se producto. tira, Vamos a ver ya. esto a continuación. Rumbo Zanzlier, a su derecha veremos la sección de los rodillos. აი ამ ბარელებში დაყავთ უკვე 40 გრადუსი. Normal, se prensa. პირველად როცა ტეკილის წარმოება დაიწყეს, რა თქმა უნდა, ეს არ ქონდათ ისეთი დანადგარები, რომ ეს ფერმენტაცია სწორად ეწარმოებინათ. შესაბამისად იყო ძალიან ძლიერი. და ესე იგი, რასაკეთებდნენ, პირველი მარილს იდებდნენ პირში, რომ პირში წარმოქმნილიყო ნერწყვი, შემდეგ სვამდნენ ტეკილას და რომ გაენეიტრალებინა ალკოჰოლის სიძლიერე, აყოლებდნენ ლიმონს. ეხლა შემათ რო ცოტა ორი ჭიქა დავლიე და 40-55 გრადუსი აქვს ალკოჰოლი. ძალიან ძლიერი იყო. Capacidad, vida útil son de 3 a 5 usos. რამოდენიმე სახის ტეკილა არსებობს. პირველი არის რეპოსადა, რომელიც 1-დან 12 თვემდე ხდება აი ამ ხის კასრებში. შემდეგ არის ანიოს და ექსტრა ანიოს. ესენი ხდებიან ანუ 1 წლიდან 3 წლამდე ძველდებიან ამ ბარელებში. და არის ყველაზე მაღალხარისხიანი, ეს არის კრისტალინო, რომელიც უკვე 3 წელზე მეტი ხანი და ფერმენტაციას, სხვანაირ ფერმენტაციას გადის და 3 წელზე მეტი ხანი ძველდება კასრებში. Acabas de fundar el centenario. Ah, con razón. Yo sí compro. ეხლა ეს ტეკილა არის უკვე ფერმენტირებული და უკვე გამოცლილი იმ დიდი რაოდენობის ალკოჰოლისა და ეხლა ეს უკვე მიღებულია დაახლოებით 40 გრადუსი, 38-40 გრადუსი. გაგვიმარჯოს ისე და ისე. ბევრად უკეთესია. მექსიკაში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აი ამ მუხის კასრებს ანუ ვერ აწარმოებენ, არა აქვთ. შესაბამისად ყიდულობენ ესპანეთიდან, რა თქმა უნდა, საფრანგეთიდან და ინგლისიდან. Cada 7 kilos de agave 7 kilos. a 1 litro. Es el rango, la ecuación, ¿no? O sea, una piña. ეს არის მე-20 საუკუნის კოლექცია. ამ მანქანებით გადაჰყავდათ მუშები და გადაჰქონდათ კასრები. აი ახლა მეგობრებო, მინდა რომ თქვენ გაჩვენოთ აგავეს პლანტაციები. აი ეს არის მცენარე აგავე. აგავეს ჭირდება 8-დან 10 წლამდე დამწიფებამდე. იგი მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ მწიფდება და შემდეგ მას იღებენ და აკეთებენ ტეკილას. ეს ადგილი, ეს შტატი ხალისკო მთლიანად არის იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში შეტანილი. რატომ? იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი ვულკანური მთა. შესაბამისად ყველაზე ნაყოფიერი აგავე მოდის აი ამ პირობებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეხლა დღევანდელი დღე დავამთავრეთ, წავალთ, გამოვიცვლით და საღამოს 31 დეკემბერი არის, ახალ წელს შევხვდებით ერთად. და რა თქმა უნდა, ტეკილას აუცილებლად დავაგემოვნებ კიდევ. Adiós, muchachitos!